ჩვენ მუდმივად თავდესხმის საფრთხის წინაშე ვდგავართ. უკრაინა ყოველდღე ამ მდგომარეობაშია, თუმცა ევროპაზეც ხდება თავდესხმა. იქნება ეს სტრატეგიული კრიტიკული ინფრასტრუქტურა, ჩვენი კიბერუსაფრთხოება თუ პირადად ჩვენ. უნდა შევქმნათ ისეთი ინსტრუმენტები, იარაღი, რომ შევძლოთ თავის დაცვა. უკრაინაში მიმდინარე ომის გათვალისწინებით ევროპას სურს აითვისოს იმ კონფლიქტის ახალი ფორმები, რომელიც მის საზღვრებთან მიმდინარეობს. მე პოლონეთში ვიმყოფები, ქვეყანაში, რომელმაც თავდაცვა ერთ-ერთ პრიორიტეტად დასახა ევროკავშირის საბჭოს როტაციული საპრეზიდენტო ვადის დროს. ვარშავა, ისევე როგორც მრავალი ევროპული ქვეყანა, თავდაცვის მიზნით ახალი ტექნოლოგიების განვითარებას უწყობს ხელს. ევროპის ჯარი სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული ახალ ტექნოლოგიებზე, რათა გაზარდოს თავისი საოპერაციო ეფექტიანობა, უკეთ დაიცვას თავი და დაასუსტოს მტერი. ჩამოვთვალოთ ახალი ტექნოლოგიების რამდენიმე ძირითადი კატეგორია. ხელოვნური ინტელექტი, რომელსაც შეუძლია უსწრაფესად გაანალიზოს მონაცემთა ძალიან დიდი რაოდენობა. ეს მექანიზმი საშუალებას მისცემს სამხედროებს უკეთ განსაზღვრონ საფრთხეები და გაუმჯობესონ ოპერატიული ეფექტიანობა. რობოტიკა და ავტონომიური სისტემები, როგორებიცაა სატრანსპორტო რობოტები, ბატარეების დამტერი სადგურები და დრონები, ძალიან პოპულარულია. ექსოსკელეტონები, რომლებიც ამჟამად გადის განვითარების ეტაპს. ჯარისკაცებს კიდევ უფრო მეტ მოქნილობას ანიჭებს. ზებგერითი იარაღი, რომელიც ძალიან მაღალ სიჩქარეს ავითარებს დიდ მანძილზე და მტრის თავდაცვის სისტემას ძალიან უჭირს მისი პოვნა. ახალი მასალები და წარმოების ახალი პროცესი, როგორიცაა მაგალითად სამგანზომილებიანი პრინტერი, ჯარისკაცებს უფრო გამძლე და ეფექტიან აპარატურას მიაწოდებს და ბოლოს კვანტური ტექნოლოგია უამრავ ახალ შესაძლებლობას უხსნის კარს. მისი დახმარებით მარტივია ძალიან მაღალი ხარისხის გამოთვლები, დაშიფრვა თვალთვალი და ობიექტის პოვნა ზემგრძნობიარე სენსორებით, რომელთა შეუმჩნევლად განთავსებაც შესაძლებელია როგორც წყალქვეშ, ისე ხმელეთზე. სულ უფრო მეტი სტარტაპია დაინტერესებული ახალი ტექნოლოგიებით, რომელთა გამოყენებაც შესაძლებელია თავდაცვაში. სწორედ ამის თვალსაჩინო მაგალითია ის ჰაკატონი, რომელზეც მე ვიმყოფები. ევროპიდან და მის ფარგლებს გარედან ჩამოსული დეველოპერები წარმოადგენს საკუთარ პროექტებს ვარშავაში მოქმედ ამ ცენტრში, რომლის მთავარი საქმიანობაც ინოვაციებია. მე ბენჯამინი ვარ, ევროპის თავდაცვის ტექნოლოგიური ჰაბის თანადამფუძნებელი. ჩვენ ვქმნით თავდაცვის ინოვაციების ქსელს, რათა დავაინტერესოთ ახალგაზრდები, რომ იმუშაონ ისეთ თემებზე, რომელთაც ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა შეუძლიათ. იმუშაონ უსაფრთხოების სასწრაფო და გადაუდებელ საკითხებზე. ევროპა უნდა გამოფხიზლდეს, ჩვენ უნდა გვქონდეს თავის დაცვის საშუალებები. ეს ღონისძიება, რომელსაც პოლონეთის საჯარო და კერძო სექტორი აფინანსებს, უკვე მე-6-ად ჩაატარეს მისმა ორგანიზატორებმა მთელ ევროპაში. ღონისძიების მონაწილეთა მიზანია 24 საათში შექმნან პროექტი და ჰაკატონის ბოლოს ჟიურის წარუდგინონ. რაზე მუშაობთ, მეგობრებო? ჩვენ ვცდილობთ გავარკვიოთ მტრის მიმართულება პროგრამული რადიოს მეშვეობით. უნდა ვიპოვოთ თუ საიდან მოდის სიგნალები. დავადგინოთ თუ საიდან აკონტროლებს მტერი თავის ტექნიკას. ეს გუნდი ერთმანეთთან აკავშირებს ხელოვნურ ინტელექტსა და ფაგოთერაპიას, რომელიც ვირუსების საშუალებით ანადგურებს ბაქტერიებს, რათა უკრაინელ ჯარისკაცებს ინფექციისგან სწრაფად განკურნების საშუალება მისცენ. ჭრილობისგან გამოწვეული ინფექციების 71% ანტიბიოტიკებით მკურნალობას არ ექვემდებარება. თუ ანტიბიოტიკი ვერ იმუშავებს, ეს ნიშნავს ამპუტაციას ან სიკვდილს. ჩვენ ფაგოთერაპიის უახლეს მეთოდს ვიყენებთ, თუმცა მის ლაბორატორიაში მიღებას დიდი დრო სჭირდება. ამიტომ მივმართავთ მანქანური სწავლების მოდელს, რათა სპეციფიკური ბაქტერია მის შესაწყვის ვირუსთან შევაწყვილოთ და მერე უკვე საქმე წუთებში სრულდება. ამის მერე შეგვიძლია მოვამზადოთ კოქტეილი და პირდაპირ ჯარისკაცს მივცეთ. სტუდენტები, ინჟინრები, მეცნიერები და სტარტაპების დამფუძნებლები, სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი დაახლოებით 200 ჰაკერი ამ ღონისძიებაზე დასასწრებად საკუთარი ხარჯით ჩამოვიდნენ უქმეებზე, მათ შორის უკრაინელებიც არიან. ჩვენ მრგვალი რობოტის შექმნაზე ვმუშაობთ. მას კამიკაძის დანიშნულება ექნება და ძირითადად სანგრებში მყოფ რუსებზე ინადირებს. ის ავტონომიური რობოტი ექნება, შეუძლია წყალქვეშ ჩასვლას და თან ჩუმია. მისი კონტროლი პულტითაც შეგვიძლია. ჩემი აზრით, ევროპა სწორედ ამ მიმართულებით უნდა წავიდეს. ავტონომიური სისტემების მიმართულებით, რადგან ეს არის მომავალი. ამ გზით შეგიძლია ადამიანი გადაარჩინოს თუ ომი იქნება. ადამიანის ნაცვლად რობოტი იბრძოლებს.
ჩვენ გამოვიგონეთ დრონი, რომელიც იარაღსა და ტყვია-წამალს მიაწოდებს. იგი აღჭურვილია კონტროლის მექანიზმით და ვიზუალური ნავიგაციის სისტემით. ისინი ზუსტად დანიშნულების ადგილზე მიდიან. ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი უკრაინაში და გვჯერა, რომ ეს პროექტიც შეიტანს თავის წვლილს ჩვენს გამარჯვებაში. როგორც ყველა მონაწილე, ეს პორტუგალიელი დეველოპერებიც ტექნოლოგიური ამოცანის გადასაჭრელად ჩამოვიდნენ, თუმცა საკუთარი იდეალების დაცვასაც აპირებენ. დრონის ზედაპირზე არ არის განთავსებული GPS ინფორმაცია, ამიტომ დრონის პილოტი ფაქტობრივად ბრმაა. ჩვენ ვცდილობთ ეს პრობლემა ხელოვნური ინტელექტისა და გამოსახულების საშუალებით გადავჭრათ, რათა ოპერატორმა იცოდეს, სად არის დრონი, მაშინაც კი, როდესაც ვერ იღებენ მდებარეობის მიმანიშნებელ სიგნალს. ჩვენ გაწაფულები ვართ სისტემის ინჟინერიაში, ნავიგაციასა და კომპიუტერულ გამოსახულებაში. ჩვენ ვიბრძვით იმისთვის, რისიც გვჯერა, ჩვენი, როგორც ევროპელების თავისუფლებისთვის. უკრაინის ბრძოლის ხაზი ევროპის ბრძოლის ხაზია. ეს დემოკრატიის ბრძოლის ხაზია. ჩემი აზრით, სწორედ ეს არის ის იდეა, რომლის დაცვასაც ვცდილობთ. უახლესი ტექნოლოგიების სამხედრო ოპერაციების გარდაქმნის გარდა ახალ საფრთხეებსაც ქმნის ომის ველიდან საკმაოდ შორს. რამდენად მზად არის ევროპა უსაფრთხოების ამ ახალი გამოწვევებისთვის? ეს კითხვა ევროპის თავდაცვის სააგენტოში დავსვი. ჩვენ ნამდვილად განვიცდით კიბერშეტევებს. ამ კუთხით განსაკუთრებულ მნიშვნელობას ვანიჭებთ ენერგოინფრასტრუქტურას. სულ უფრო სერიოზული ხდება კოსმოსიდან მომავალი კონკრეტული საფრთხეები, როგორც უკვე ვნახეთ, იერიში მიიტანეს წყალქვეშა კაბელებზე მთელ ევროპაში, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საფრთხე ყველგან არის, როგორც კიბერსივრცეში, ისე კოსმოსში. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომში კოსმოსურმა ტექნოლოგიებმა და შესაძლებლობებმა სრულად განსხვავებული დინამიკა შეიტანა ბრძოლის ველზე. ევროკავშირის თავდაცვის ინოვაციის ჰაბის მეშვეობით ვცდილობთ წავახალისოთ ამ ტექნოლოგიების, რაც შეიძლება სწრაფად დანერგვა, რათა პასუხი გავცეთ ახალ საფრთხეებს. ევროკავშირს სურს, რომ სტიმული მისცეს საკუთარ თავდაცვას და მაინც საკმაოდ ჩამორჩება ამ მხრივ, მათ შორის თავდაცვის ინოვაციების სფეროშიც. რა დაბრკოლებები უნდა მოიხსნას? ჩვენ რამდენიმე დაბრკოლებას ვხედავთ, რომლებიც ერთმანეთთან არიან გადაჯაჭვული. მაგალითად, თავდაცვაში ჩადებული ინვესტიციების დანაწევრება ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ასევე სამოქალაქო და თავდაცვის ტექნოლოგიებს შორის არსებული ნაპრალი, რომელიც ჯერ კიდევ არსებობს ევროპაში, რადგან სამოქალაქო ტექნოლოგიები გაცილებით სწრაფად ვითარდება. და ბოლოს ისევ პრობლემად რჩება წვდომა კაპიტალზე, განსაკუთრებით თავდაცვის სფეროში დამწყებ სტარტაპებსა და კომპანიებს უჭირთ ინვესტორების პოვნა, რომლებიც თავდაცვის ბაზრით იქნებოდნენ დაინტერესებული. ამ ყველაფერს ემატება თავდაცვის ხარჯი, რომელიც არ არის საკმარისი ან დროული. ნამდვილად გვჭირდება координация, რათა თავდაცვის ეს ინვესტიციები სულ უფრო მეტად მივმართოთ თავდაცვაში ინოვაციური ნაბიჯებისკენ. Channel these defense investments more and more towards coordinating defense innovation action.